ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის და წევრებს შეხვდა. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოების პროცესს, რომლის ფარგლებშიც უნდა გამოიკვეთოს, ეწევიან თუ არა NGO-ები ფარულ პოლიტიკურ საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ითხოვს დოკუმენტებს, რომელიც დაცულია ადვოკატსა და კლიენტს შორის პროფესიული საიდუმლოების უფლებით. თავად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს და ყველაფერი კანონიერად ხდება. ჩვენ მოვითხოვით გარკვეული ინფორმაციები ამ ორგანიზაციებისგან, თუმცა ამას მოყვა უცნაური, ესე ვთქვათ, პოზიციის დაფიქსირება, რომ ისინი გაანადგურებენ ყველა იმტკიცებულებას და არ გადმოცემენ ანტიკორუფციულ ბიუროს, ეს იყო პირველი და შემდგომ დაიწყო მთელი რიგი დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს და ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს ისეთ დაცულ ინფორმაციას, რასაც ადვოკატისა და კლიენტის შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტაციების მოთხოვნით. და ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის დეზინფორმაცია.